მოღვაწე სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლმა კავკასიელი არწივები და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა შავნაბადამ ერთობლივი კონცერტი გამართეს. საღამო პროექტ ქართულ აფხაზური სამუსიკო დიალოგის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ შავნაბადას მოწვევით საქართველოში თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზებისა და ოსების გარდა კავკასიის სხვა ერების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ანსამბლი კავკასიელი არწივები სწორედ თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს წარმოადგენს, რომლებიც ქართული მუსიკისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით თბილისს 19 ოქტომბერს ესტუმრნენ. 3 დღის განმავლობაში პროექტის ორგანიზატორებმა
მკვლევარებმა არაერთი ღირსშესანიშნაობა დაათვალიერებინეს. ჩვენებურების სხვადასხვა საინტერესო აქტივობის მონაწილეები გახდნენ. ისინი ეთნოგრაფიულ და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ. ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი ემსახურება კულტურათა შორის ურთიერთობის დათბობას, კულტურათა შორის ურთიერთობის აღდგენას. მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვართ მათთან ერთად. სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმი, ოკუპაციის მუზეუმში გახლდათ ჯვრის მონასტერზე მცხეთაში. ესენი არიან ეთნიკური ქართველების, ეთნიკური აფხაზების, ეთნიკური ოსების და ჩერქეზების შთამომავლები, რომლებიც მოღვაწეობენ სტამბოლში. ჩვენ არ გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა. ჩვენ კარგად ურთიერთობთ ერთმანეთთან. კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და იმედი მაქვს ეს პროექტი იქნება პირველი ნაბიჯი მომავალში უფრო ფართო მასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენისათვის. დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამართულ კონცერტს ანსამბლ შავნაბადას სამხატვრო ხელმძღვანელი დათო ცინცაძე უძღვებოდა. საღამო ძალზე ემოციური და ამაღელვებელი იყო შესრულდა ცნობილი ქართული და აფხაზური სიმღერები და ცეკვები. აშღერდა ასევე კავკასიის ხალხთა ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები. ქართულ-აფხაზური მუსიკალური დიალოგი დაერქვა პროექტს. ალბათ ყველას გვესმის, რატომ ქართულ-აფხაზური და რატომ გაერთიანებული, იმიტომ რომ ასე ხილაღებით მხოლოდ აფხაზების მოწვევა სტამბოლიდან რთულია. თუმცა ჩვენ შევძელით კულტურული დიალოგით აი ამ ქართული კულტურის სიყვარულით ჩამოგვეყვანა აფხაზები და მათ დიდი სიხარული აქვს და მეტიც მათ სურთ საქართველოში დარჩენა. კავკასიელ არწივებში ანსამბლში გაერთიანებული არიან უმრავლესობა აფხაზები. დღევანდელი მუსიკა უმრავლესწილად იყო ქართული. მხოლოდ რამდენიმე ძალიან მცირედით იყო სხვა კულტურა, თუმცა აფხაზური ჭარბობდა მაინც ქართულთან ერთად. ისინი იყვნენ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში თბილისის, ძალიან საინტერესო იყო მათთვის, ეს ერთი მხრივ იყო კულტურული პოლიტიკური შტრიხი, ვინაიდან ოკუპაციის მუზეუმში მათი ვიზიტი არის კიდევ ერთხელ იმ ღია ჭრილობაში ჩახედვა და ეს საკმაოდ ემოციური ნაწილი იყო ჩვენთვის ნამდვილად. ასევე მოინახულეს სვეტიცხოველი, ვილოცეს ჯვარი, იყვნენ ეთნოგრაფიული მუზეუმში ნახეს აფხაზური სახლი და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. მათი განწყობა სამომავლოდ არის უკან დაბრუნების. ეს არის ყველაზე ღირებული, რაც ამ კულტურულმა პროექტმა გააკეთა. ეს პროექტი არის კიდევ ერთხელ აფხაზი და ქართული ხალხის კიდევ ერთი ძმობის, კიდევ ერთი დიდი სიტყვა. ჩვენს ანსამბლში რამოდენიმე წევრი აფხაზი არის, ოსიც ლაზები გვახლიან და თვითონ თურქი მოქალაქეებიც. ერთად დაუკრავთ და იმედია ასე ერთად იქნება მთელი საქართველო. ხვალდაზე აფხაზი ხალხი ამას გაიგებს ყველა და ერთად ვიქნებით, ერთად ვიცხოვრებთ. ესაა ჩვენი მიზანი. პროექტის ორგანიზატორებს მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო. იმედია რომ ასეთი პროექტები კიდევ გაგრძელდება. მე ვარ ონურ სარიქაია, ტაოგლარჯეთელი ქართველი, სტამბოლში მცხოვრი. უმნიშვნელოვანესი დღეა ნამდვილად, აი ჩვენც იმიტომ ვართ შემოსული რომ ქართულ-აფხაზურ დიალოგს ერთი ძაფი მაინც დავამატოთ. აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს რომ უფრო და უფრო განვითარებულ დღეები გველოდება მომავალში ქართულ-აფხაზურ დიალოგის შესახებ. უფრო მაგარი და უფრო საუკეთესო მომავალი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ანსამბლის წევრის ეთნიკური აფხაზის ფირად ბაღაფშის გამოსვლა. მან თბილისსა და ქართველებს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისათვის. ღონისძიების მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი მიესალმა. პროექტს წარმატებები უსურვა. მადლობა გადაუხადა იდეის ავტორებს, ორგანიზატორებსა და მის მონაწილეებს ემოციური საღამოსთვის. ეს არის ჩვენი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროექტი და მასთან ერთად და განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტი. ქართულ-აფხაზური დიალოგი, სამუსიკო დიალოგი. ეს ახლა კარგი ჩანაფიქრია და აქ არიან აფხაზები, ქართველები, რომლებიც დღესაც ქართულად საუბრობენ, ქართულად ღერიან. აქ არიან ჩერქეზები, ოსები და კავკასიის სხვადასხვა ხალხები და ამიტომ ქვია კავკასიური არწივები. ყველა ჩართული არიან, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობა მოგვარდეს, დალაგდეს ისევ კავკასიელი ხალხიდან. ეს არის უბრალოდ სახალხო დიპლომატია, სახალგაზრდების მუსიკით საუბარი ერთმანეთთან, იმღერებენ სხვადასხვა ენაზე, აფხაზურადაც, ქართულადაც. უკვე გახმაურებულია მთელმა კავკასიამ ისეს და აფხაზებმაც იციან. ახლა სტუმრები რო ყავს, ჩვენ აფხაზეთის მოხვდებით და იქაც ჩვენ სიტყვას ვიტყვით. ამან უნდა შეძრას აფხაზის გული, ჩვენი გული. ისედაც ჩვენ უკვე მივდივართ ერთმანეთთან და ჩვენი ახალგაზრდობა აბსოლუტურად ერთად ცხოვრობს და ამიტომ არის ეს ყველაფერი მუშაობა, ამიტომ აკეთებს ამას ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. პროექტის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ემოცია, რომელიც მთელი საღამო ამ დარბაზში სუფევდა. დღეს აქ სუფევდა მეგობრობა, ნოსტალგია, სუფევდა მომავლის წმენა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ მე მინდა ჩემმა შვილებმა ისწავლონ ქართული სიმღერა, ლექსი, ის საოცარი კულტურა, რომელიც ამ ქვეყანაში არის. აი ამისათვის ცხოვრობ ჩვენ. მე დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება. საღამომ შექმნა განწყობა, რომ
ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ეს არის ის დიალოგი, რომელიც მიგვიყვანს ერთმანეთამდე. კულტურა არის ის მშვიდობის დესპანი, რომელმაც უნდა გააკეთოს ჩვენს მიერ ვერ გაკეთებული საქმეები. დასასრულს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელმა დათო ცინცაძემ შეკრებილ საზოგადოებას საინტერესო ისტორია ამცნო. ის რომ ანსამბლ კავკასიელი არწივების წევრმა ბურაკ ალქანმა იგივე თოდნაძემ თავის რჩეულ ქალბატონს ანსამბლის წევრს აიშე ოლგუნს თავაძეს ხელი საგანგებოდ მცხეთაში ჩვრის მონასტრის ეზოში სთხოვა. საგულისხმოა ის რომ ახალგაზრდა წყვილს საცხოვრებლად საქართველოში სურს გადმოსვლა. მე ვარ ბურაკ ალქან. ჩემი ძველი გვარი არის თოდნაძე. მე ვარ თაუკლარზეთიდან, ქართველი ვარ. და ისტანბულში ცხოვრობ. და ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად ვარ საქართველოში. ძალიან მიყვარს საქართველო და ეს ჩვენი სამშობლოა. მომავალ წელს მინდა საქართველოს ცხოვრება ჩემ ოჯახთან ერთად. თურქეთიდან ქართველი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი ამბავი აქ გავიმართლდა და ასეთი პროექტისთვის აქ ვარ ჩვენ სამშობლოში ვარ საქართველოში ვარ ძალიან ბედნიერი ვარ და ემოციური ვარ აქ ცხოვრება მინდა ჩვენ სამშობლოში ბავშვები გავზარდა მიყვარს საქართველო საქართველოს გამარჯვოს აფხაზეთი საქართველოა